ემიგრანტმა ოჯახის წევრებმა ზუგდიდის მერს წინა წელს 50,000 ლარი გამოუგზავნა. კასპის მერმა კი ბოლო 4 წლის განმავლობაში ემიგრანტი დედისგან 97,000 დოლარის გზავნილი მიიღო. ამის შესახებ აქტივისტი სალომე სიმონი აწერს. პარალელურად ოცნება მუშაობს ახალ საარჩევნო კოდექსზე, რომელიც ქართულ დიასპორას საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლებას უკრძალავს. ოცნების წევრები ერთი მეორის მიყოლებით ემიგრანტებს უცვლელი პროპაგანდით თავს ესხმიან. გინდა გადაწყვიტო ქვეყანაში ვინ იქნება ხელისუფლება და ისიც არ გინდა ამ ქვეყანაში ჩამოხვიდე და ხმა მისცე, თქვა მაჭარაშვილმა. ამერიკაში დაკავებული ქართველი ემიგრანტის შვილი მამის დაპატიმრებას ეხმაურება. ლიზი გუჯაბიძე განმარტავს, რომ გოდერძი გუჯაბიძე მომხდარ ავარიასთან კავშირში არაა და ის როგორც მოწმე განყოფილებაში ისე გადაიყვანეს. კაცი გაათავისუფლეს, თუმცა შემდეგ საბუთების არ ქონის გამო საიმიგრაციო სამსახურმა დააკავა. ავარიას, რომელიც ინდიანას შტატში მოხდა, ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ყავის აპარატი თვითმმართველობის პოზიტიური სახის წარმოსაჩენად მარნეულის მერს თანამშრომლებმა ტექნიკის შესაძენად მიმართეს. განცხადებაში წერია, რომ აპარატის შეძენა თვითმმართველობის ორგანოებისადმი საზოგადოებაში კეთილგანწყობილი გარემოს შექმნას ხელს შეუწყობს. სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა მიწისძვრას ბანგლადეშში არიან დაშავებულები. 5.6 მაგნიტუდის ბიძგებმა ნგრევა გამოიწვია. დაზიანდა არაერთი შენობა და საცხოვრებელი სახლი, მათ შორის მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებშიც.